ინოვაციურ სამეწარმეო ეკოსისტემაში უნივერსიტეტების როლზე ისაუბრეს საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციაზე, რომელიც სოხუმის უნივერსიტეტში ჩატარდა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა ქართველი და უცხოელი მეცნიერების, სპეციალისტების და პრაქტიკოსების მიღწევები, მიდგომები და ხედვები კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობის სფეროში. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში გამოცდილებების გაზიარება და დისკუსიები სექციებში გაგრძელდა. ღონისძიების ორგანიზატორი სოხუმის უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი იყო. ამ მიმართულებით პირველია და ძალიან ამაყივა რომ შეესდგა. ყველა თემა ეხებოდა ინოვაციური ეკოსისტემის შეკვრას და უნივერსიტეტის ჩართულობის გაძლიერებას. შესაბამისად, ცნობიერება ძალიან ამაყდა, მიხარია რომ ჩვენი უნივერსიტეტიდან წავიდა ეს ინფორმაცია და მსგავსი კონფერენციების ჩატარების საფუძველი რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნა ჩაკრილი. დღევანდელი დღე მართლაც გრანდიოზულია ჩვენი უნივერსიტეტის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ისეთ აქტუალურ თემას ეხება დღევანდელი ჩვენი საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია, რომ აქ უნივერსიტეტების როლი ძლიერდება. იმიტომ რომ საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტების როლი აკადემიური მეწარმეობისა და ინოვაციების ხელშეწყობაში ეს მეტად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს სივრცე იყენებს ზუსტად ჩვენს ინტელექტუალურ და სამეცნიერო პოტენციალს და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხდება ზუსტად საგანმანათლებლო სივრცეში. 2016 წელს მოვედი პირველად სოხუმის უნივერსიტეტში. ეს ჩემი მეორე ვიზიტია და ვხედავ მნიშვნელოვან განვითარებას ინოვაციებთან, მომხსენებლებთან დაკავშირებით და შედარებით უფრო მაღალი დონე შეიმჩნევა. საქართველო ცდილობს და გამოდის გლობალურ არენაზე ინოვაციების თვალსაზრისით.